რატომ გახდა თქვენი პარტიის მხრიდან ამ განცხადების გაკეთების საჭიროება, ესე მიზანმიმართულად და აქცენტირებულად, ანუ გვესმის ხო, მეუფეების უმრავლესობა თავს იკავებს, თუ ყველა არა, საკუთარი პოზიციის პირდაპირ დაფიქსირებისგან, ირიბად შესაძლებელია რამდენიმეს წინასწარი განწყობები იყოს ცნობილი. რა საფრთხეები დაინახეთ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესში? ახლა ეს არ ახალია, ჩვენ კარგად გვახსოვს პროცესი, რომელიც მიდიოდა საპატრიარქოსთან მიმართებაში და ვიცით, რომ ივანიშვილის უნდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აქციოს თავის ეკლესიაზე ასეთი ტერმინოლოგიით საუბარი არ მშვევია, მაგრამ მაინც კანტორად. ნუ ახლა უნდა პირდაპირ ვილაპარაკოთ. მისი დამოკიდებულება ეკლესიისადმი არასდროს არ იყო სულიერების სფეროზე გასული, ეს იყო დამოკიდებულება რაღაცა ორგანიზაციაა და მოდი ამ ორგანიზაციასაც ჩავიგდეთ ხელში. ამის თქმის საფუძველს თქვენ ადამიანს, რომელიც თავის დროზე წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გვერდში იდგა, ხო? მისი პოლიტიკური თანამებრძოლი იყო. ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ, რომ ივანიშვილს უნდა, რომ ეკლესია საკუთარ კანტორად აქციოს. ხო, ეს არის მისი ზოგადი დამოკიდებულება ეკლესიისადმი. ხა ეს ადამიანი არ არის მორწმუნე, არასდროს არ დაუმალავს, ვერ გახდეს ამას დავის საგნათი, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის მორწმუნე. ვინ ადამიანი, რომელმაც ააშენა სამება, იცით, სამების თემა მე მაინც მიმაჩნია, რომ ასე არ უნდა განვიხილოთ ქრისტიანულ აქმაში სამება აშენა ყველა იმ ადამიანმა, ვინც თუნდაც ერთი ლარი შეწირა სამების მშენებლობას. ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის სამება არის შენობა და ნებისმიერი მორწმუნე ადამიანისთვის ეს არის სალოცავი, დაკავშირებული მის რწმენასთან, მის მხედველობასთან, იდენტობასთან, ღმერთთან. აი ასეთი კონტრასტი მასა და მორწმუნე ადამიანებს შორის რაც არის, გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მან აი ასეთი თუნდაც ისტორიული შენებლობის პროცესში აღექვა ეს მაგალითებს შეგეძლიათ მომიყვანოთ თქვენი ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობიდან, რომლის საფუძველზეც აკეთებთ აქეთ ასეთ განაცხადს? ბიძინა ივანიშვილთან რამოდენიმეჯერ მქონდა მაგ თემებზე კამათი საჯაროდ, კერძო საუბრებიც მქონდა, მაგრამ საჯარო კამათი რამოდენიმეჯერ მქონდა უმრავლესობის ხდომაზე. რა თემებზე, ბატონო გედი? ერთი ეს იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი. მეორე იყო, როცა მე წინამდე წავედი ნინა გაგაბაძისთვის ხმის მიცემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩავთვალე, რომ მე როგორც მართლმადიდებელ ადამიანს არ მაქვს მორალური უფლება პატრიარქზე აუგის მთქმელ პიროვნებას, თუნდაც შეიძლება ძალიან კარგი ადამიანი იყოს და ძალიან ესეთი ღირსეული, მე ჩემი სტანდარტი მაქვს შეფასების და ჩავთვალე, რომ მას ხმა არ უნდა მივცე და რომ პარტიის მხრიდან მისი მხარდაჭერა პირდაპირ შეურაცხყოფა პატრიარქის და მართლმადიდებლური ეკლესიის და ბოლოს ანტიდისკრიმინაციის მანდრიხვანას კულტივაცია, რომელიც აი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩვენ ღირებულებით თემას, ეწინააღმდეგებოდა იმ კულტურულ პარადიგმას, რაზეც არის დაფუძნებული ქართული საზოგადოება, აი იმ თემებზე ჩვენ მქონდა კამათი და მე შემიძლია გავახსენო ჩემ კოლეგებსაც მაშინ როგორ მიდიოდა ეს კამათი, როგორ მიდიოდა შეგიძლიათ გითხრა, აი მარიხუანას თემით დავიწყოთ რა და დანარჩენ ანტიდისკრიმინაციულ თემასაც ჩავშლით. მარიხუანას თემაზე მე კარგად მახსოვს, რამოდენიმე ჩემი კოლეგის გამოსვლა, არ მინდა ხა ყველა დავასახელო, იმიტომ რომ არ პრობლემები შეუქმნა. ხო, თვითონაც ახსოვთ დარწმუნებული ვარ, არქივის არსებობს. იმიტომ რომ ხა ზუადძიგური ძალიან კვეთრად ნეგატიურად აფიქსირებდა თავის პოზიციას კონსერვატიული პარტიისთვის, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი თემა და ხა მე აუხსენე ადამიანს, რომ ქვეყანაში სადაც არაფერი ეკონომიკური თვალსაზრისით არ ავითარებ მარიხუანას კულტივაციაზე აქცენტირება, ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობასაც მოკლავ, ხა არ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება რაღაცა ნახევარზე მეტი იყოს მარიხუანას მოყვანაზე ორიენტირებული, ხა ის ამ თემას უყურებდა კომერციული თვალსაზრისით და მაშინ ქარხანა ააშენე, ფაბრიკა ააშენე, ის 600 მილიონი რომ თუ რაღაცა მილიარდები შვეიცარიაში წაიღეს, ქართულ ეკონომიკაში ჩადა და წარმოებები შექმნა, ხო? საპატრიარქოს პოზიციაც იყო ძალიან კრიტიკული. საპატრიარქოს პოზიცია იყო ერთმნიშვნელოვანი, ჩვენ მქონდა მაშინ კომუნიკაცია საპატრიარქოსთან და მე ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ვთხარი, რომ შენ თუ ამას ღვთისმშობლის წილხვად ქვეყანაში აკეთებ, შენ მადლი არ გექნება მეთქი. მისი პასუხი იყო ადამიანი, რომელიც ასეთი ტერმინებით ლაპარაკობს, ის პოლიტიკაში არ უნდა იყოს. აი, ჩემთვის
მადლის და ცოდვის კატეგორია არ არის მარტო პოლიტიკური და ეს არის ისედაც ადამიანმა ყოფით ცხოვრებაში უნდა იხელმძღვანელოს და ეს უნდა იყოს მისთვის განსაზღვრელი და თუ პოლიტიკაში ამ ტერმინებს განდევნი რა დარჩება მარტო ფული და მარტო კომერციული ინტერესი და მე მიმაჩნია რომ ეს კონფლიქტი სწორედ აი იმ გარემოებებით იყო განპირობებული რომ აქეთ იყო ადამიანი რომელსაც ჰქონდა ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება ეკლესიისადმი და სულიერებისადმი მისთვის ეს იყო კომერციული სფერო მისთვის არაფერს არ ნიშნავს ის რომ შენ ხარ ღვთისმშობლის წელხვედრე ქვეყანა ხა ჩვენ საუბარში ჩემთვის ამოაჩინა რომ ადამიანმა სახარება არ იცის საერთოდ არ აკითხული და ხა თუ შენ ამ სფეროს საერთოდ იგნორირებას უკეთებ აი ძალიან ძნელია მე სწორი გადაწყვეტილებები მიიღო ეკლესიის თუნდაც საპატრიარქოს რეკომენდაციების ფონზე, იმიტომ რომ მარიხუანას კულტივაცია მაშინ ნიშნავდა აი მართლა იმ პარადიგმის წინამდე წასვლასაც საქართველოში კულტურის ფასადით დისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებითაც ჰქონდათ კონსულტაციები საპატრიარქოსთან? ჩვენ შევხვდით პატრიარქს, რამოდენიმე ადამიანი. შეგიძლიათ მითხრათ ვინ? ნუ მე და ეკაბესელია შევხვდით. პატრიარქმა ძალიან ზომიერად არაფერი ისეთი არ ქონდა ახლა მისი პირდაპირ კურთხევა რო ყოფილიყო რომ არ უნდა მიღებულიყო ეს კანონი ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებდით მაგრამ გითხარ რომ ეგებ რაღაცნაირად გაითვალისწინოთ ის განწყობები რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არის დაძაბული და თუ კონკრეტული რედაქცია დაზუსტდება ეს იქნება სწორი და რაც შეგიძლიათ თუ გააკეთეთ თუ ესეთ ფრაზით გამოგვიშვა საპატრიარქო და ჩვენ გადავედით საპატრიარქოდან პარტიის ოფისში და იქ უმრავლესობის დომაზე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. ეს დისკუსიაც ყველას კარგად ახსოვს, იმიტომ რომ იყო 50-60 დეპუტატი და მე ივანიშვილს პირდაპირ ვთხარი, რომ ანუ ჯერ ერთი პატრიარქის პოზიცია, მე უნდა გავითვალისწინოთ ეკლესიის აზრი ამასთან დაკავშირებით. ბიძინას პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი, რომ შენი რელიგიური შეხედულებები, როცა შედიხარ პარლამენტში, უნდა დატოვო პარლამენტის მიღმა. მე ვუთხარი რომ რელიგიური შეხედულებები არ არის პიჯაკი რომ პარლამენტში შესulis წინ გაიხადო, ჩამოკიდო საკითხზე და გამოსulis მერე ისევ ჩაიცვო. იმიტომ რომ ეს ან გაქვს ან არა გაქვს და ეს არის შენი იდენტობის ნაწილი და იქ შედიხარ აი ამ ღირებულებებით. ამას კიდევ ასე თქვა ცოტა თავდასხმით ისეთი ფრაზები მოყვა რომ შიშარა ადამიანი ხარო. ან თქვენ გითხრათ რომ შიშარა ადამიანი ხარ. გეშინია საზოგადოება შენზე რა სიტყვისო და მაგიტო თავს იკავებ ამ საკითხთან დაკავშირებითო და თქვა არ უჭერ უმრავლესობის პოზიციასო და არ გინდა რომ ხმა მიცეო და მე ვუთხარი რომ ამდენი ვაჟკაცი ხალხი ყავს მე და გარშემო და ერთად შიშარა რო აიტანო არაფერი არ მოგივა თქო მაგრამ ეს გასაგებია რომ სარკაზმი იყო ისიც მიხვდა ამას და გასაგები იყო რომ პატრიარქიდან მოსული ადამიანი რომლისთვისაც პატრიარქის პოზიცია შემთხვევაში იყო განსაზღვრელი მის არგუმენტებს არ გავიზიარებდი და საუბარი დამთავრდა იმით რომ კარგი გედი არაძროს ხმას თუმცა შევთანხმდით იმაზე რომ საჯაროდ გუნდს თავს არ ესმის. ასეთი პირობა ჩამოგართვეს. კი, და ეს პირობები კაი ხანი შევასრულე. თქვენი ხმის სანაცვლოდ? კი ბატონო. არ ხმის არ მიცემის სანაცვლოდ. ხო, ეს პირობა მე არ მიმაჩნია პოლიტიკაში ასეთი პირობა პრობლემა იყოს, იმიტომ რომ მე ბევრი სხვა საკითხი იყო, რომელიც იმ ჯგუფთან მაერთიანებდა და ბევრი ღირსეული ადამიანი იყო მაშინ, რომელიც თანამოაზრებით ვიყავით და კამათობდით ბევრ საკითხზე და ეს ეხლა არის ქართული ოცნება აი ერთმნიშვნელოვნად ნაცრისფერი მასა რომელსაც არანაირი კრიტიკული აზროვნების სივრცე და რესურსი არ აქვს შენარჩუნებით თორე 2012-2016 წლებში იქ იყო დისკუსიაც იყო კამათის და რატომ მხოლოდ ქართული ოცნება მე არ მგონი ახლა რა ფრაზებით თქვენ გაიხსენეთ თქვენი და ბიძინა ივანიშვილის დიალოგიდან ხო მე არ ვიცი რომ კარგად ქართულ ოცნებას, მაგრამ გარედან მაყურებლის პოზიციიდან ვერც ერთს დაგისახელებთ, ვინც აი ამ ტონით მას დაელაპარაკებოდა. ანუ გამოდის რომ ბიძინა ივანიშვილიც ძალიან შეცვლილია. ალბათ კი, იმიტომ რომ ნუ ახლა მაგის მერე ქართულ ოცნებაში დავრჩი კაი ხანი, ხო? ეს არ გახდა მიზეზი იმის რომ დამეტოვებინა ქართული ოცნება. თუმცა აი მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით უკვე იგრძნობოდა რომ აგრესია დიდი იყო, იმიტომ რომ მას мотиваცია დიდი ქონდა იმის რომ ეს თემა გაეტანა თან შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ინიციატორი, ესე იგი მან თავრობის ხდომაზე ეს ყველაფერი შემოიტანა როგორც აი ძალოვანი სტრუქტურების პაკეტი და რეალურად მიდიოდა დამუშავება გუნდის და ადამიანების და ნუ მას мотиваცია დიდი ქონდა რომ ეს გაეტანა და აი
ამ დაპირისპირების ფონზე გუნდთან ბუნებრივია რომ აგრესიაც მეტი ხონდეს. იგი თუ მაშინ ანტიდისკრიმინაციულზე საბოლოო ჯამში ეს ჩვენ ურთიერთობებზე არ აისახა და რაღაცნაირად ჩაითვალა, რომ კაი პირობა შევასრულე და მე არ გავხად საჯარო მსჯელობის საგანი იმ პერიოდში. აი უკვე მარიხუანასთან დაკავშირებით ის ძალიან აგრესიული იყო რა, მართლა იგრძნობოდა რომ ასე ძალიან უნდა, მაგრამ ეკლესია მაშინ იყო ძალიან ერთმნიშვნელოვანი რა, იმიტომ რომ არ შეიძლება უბრალოდ ინსტიტუციონალურად არ შეიძლება ეკლესიის მხრიდან სხვა პოზიცია ყოფილიყო და დღესაც მგონია რომ მაშინ რომ ჩვენ ეს დაგვეშვა და როგორც ბევრი რამე გადაყლაპეთ და ვაპატიეთ ხელისუფლებას ესეც რო გვეპატიებინა, აი დღეს საქართველოში იქნებოდა აი არ ვიცი რაღაცა ბანანის ქვეყანა, სადაც ნარკოტიკი არის მთავარი ღირებულებითი საკითხი არა მარტო კომერციული თვალსაზრისით, არამედ ცხოვრების წესით რა.